აგვისტოს ომი ახსენეთ და აგვისტოს ომის დროს თუ ფიქრობდით, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდით, იმიტომ რომ ისტორიას უნდა დარჩეს ის ფაქტები და ის კადრები და ის ამბები, რასაც ჟურნალისტი წერს და ჟურნალისტი რეპორტაჟით აკეთებს. ამ დროს თუ ფიქრობდით, რომ შეიძლება მომხდარიყო ისე, კერი მოსულიყო თბილისში და თქვენი შვილები ოკუპირებულ ქვეყანაში, თქვენ შვილებს ოკუპირებულ ქვეყანაში გაეღვიძეთ. იცი რა, ესეც გავბედე და ბოლოს თქვი რა, ეხლა ეს პოდკასტების თუ მე უფრო მგონია რომ ეს მონოლოგია, მაშინ თქვი, ესეთი ამბავი იყო, როდესაც რუსების საოკუპაციო ჯარების კოლონა გორიდან გამოვიდა. შენ უნდა გახსოვდეს, ლადო, ჩვენ მაშინ ესეთი ინფორმაცია გქონდა, რომ დღე-დღეზე რუსები გორიდან უნდა გასულიყვნენ. და იქ ვარ შეკრებილები და ამ დროს ხედავთ, რომ ეს კოლონა დაიძრა. არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა. და ცხონებული ჯუღელი იყო მაშინ პოლიციის უფროსი, ეს მოყვებოდა ჯუღელს ჰქონდა შესვლის გამოსვლა ბორისოვს ხდებოდა იქ შედიოდა და მივარტყით ახლა ვოვა ერქვა ჯუღელს არ მინდა შემეშალოს გაანათლოს კმეთქვა და არაფერი არ ვიცი და მოვდივართ ესე და ამ დროს დათო კაკაბაძემ დარეკა დირექტორი იყო ქართული სამსახურის რომ რა ხდებაო და მეუთხარი საოცარი სურათია მეთქე ეს გამოვიდა კოლონა და მოდის მეთქი და გზა იქით თბილისისკენ მოდის ჩვენ ხო არ ვიცით რომ იქით გადაუხვევენ და ახალგორში წავლენ და ისე როგორც რაღაც სამხედროს ცოტა მწოდნე ხვდები რომ ეს კოლონა არ არის საკმარისი იმისთვის რომ თბილისი თუნდაც ახლა პანიკაში ჩავარდნილი დედაქალაქი დაიკავოს მაგრამ მიმართულება ესაა და დათო მითხრა კაიო მაშინ იყავი ხაზი და დაგირეკავრო და დამერეკა პრაღიდან თვითონ იყო როგორც მახსოვს რეგიონული სამსახურის დირექტორი იყო და მგონი ვაშინგტონიდან იყო 1-2 კონგრესმენი და ჩვენი თავი სამეთვალყური სამჯოს ხელმძღვანელობა და მოკლედ მოყევი რა ხდებოდა და ის დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც აი იგოეთთან ლამისყანასთან რომ ქართველი ხო სრულად ის მაქვს გადაღებული ქართული პოლიციის ორმა მანქანამ რო გზა გადაუკეტა და რომ მიაწვა ესე და ეს აღწერე ეს მომენტი და მე დათომ მკითხა კობო რა ხდებოდა და რას ფიქრობო და დათო მე არ ვიცი რა ხდება და რას აპირებენ რუსები მაგრამ თუ ესენი მართლა წავიდნენ მეთქი და შევიდნენ თბილისისკენ მეთქი მე მათ მეთქი მიკროფონით აღარ დავხვდები მეთქი იმიტომ რომ უკვე ვიცოდი რომ გია ყარყარაშვილი და რამდენიმე ვეტერანი გორში ფიქრობდნენ რაღაც პარტიზანული მოძრაობის დაწყებას და იქ იყვნენ მაშინ როდესაც ჯარებიც გავიდნენ და მე მიხვდნენ რომ გორის დაკავება შეუძლებელი იქნებოდა და ვიცოდი რომ ეს ბიჭები აიღებდნენ იარაღს და მე როგორც მე გია ჩემ მეგობრად და თანამებრძოლად ძალიან დიდ პატივს მას და სხვები იყვნენ კობა კობალაძე, გენერალი ვოვა იმნაძე, სხვები ბიჭები, ძველი ნაუმრები აფხაზეთში. და სხვაგვარად აქვე ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის შეცდომა იყო ის, რომ რეზერვისტები გამოიძახე იქ და ჩამოიყვანე გორში ბიჭები, რომლებმაც არ იციან პირდიტველა ბიჭები, აგერ არიან ხალხი, რომლებიც იქ იყვნენ და მზად იყვნენ იარაღი აიღოთ სხვათა შორის. ვიცი როგორ დაწერეს ეს განცხადება პრეზიდენტის სახელზე, მე ვღებულობდი ამაში ეს არ მithქვამს არსად. მე მიკარნახეს და მე დავწერე ეს. და გაუგზავნეს პრეზიდენტს. მივიდა თუ არა პრეზიდენტამდე არ ვიცი, მაგრამ მისმა ბიძამ რო ეს წერილი ნახა და თუ მისმენს ბატონი თემური გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამეთანხმება და რომ ეტყურის არ ამბობ ეს მას მივეცი. და მე ნამდვილად ვიყავი იმ ჭკუაზე უკვე აჭრილი ვიყავი ძალიან რომ ნახდათ არ მომიკიდია არც აფხაზეთში ომის იარაღისთვის ხელი. სატაბელო იარაღიც ამ მქონია. სიმართლეს გეტყვით. მაგრამ იქ უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი რომ როგორ შემოდის ქალაქში, სადაც შენი შვილებია, სად უნდა წახვიდე. გასაქცევი აღარ არის, ხო? დედაქალაქში თუ მოდიან, ნუ რა უნდა ქნა. მაგ ჭკუაზე ვიყავი. უნდა დავძინოთ ას, ვინმე არ მინდა გული ვატკინოთ ამ შემთხვევაში. როდესაც გორიდან გავიდა გორის მოსახლეობა, ეს მათ არ ეხებათ. გორს ვერ შეინარჩუნებდა ვერავინ თუ ჯარი გავიდოდა იქიდან. გამორიცხული იყო და იქიდან გორიდან კიდე ბევრი ადამიანი დარჩა სხვათა შორის და ბოლომდე იყო და სახლები არ დაუტოვებიათ. და სოფლებშიც ხალხი ეგრე არ იყო. და ნაწილებით სხვათა შორის მე ვიცი გვარს არ შევეგებულად არ დავასახელებ. რომელიც თვენახევარი დაახლოებით 800 კაცით იმყოფებოდა ზნაურის მისადგომებთან. და ოპერირებდნენ და გადიოდნენ და დავალებს. ხო, სამხედრო ნაწილი, მაგრამ უკვე პარტიზანული ამბავში იყო რა. და ეს ძალიან ცნობილი ადამიანია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს
სხვა რამისთვის გაასამართლეს და ეს არ მიიღებს ხედრულობაში. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.